საკადრო ცვლილებები ოცნების მთავრობაში, მთავრობის მრგვალ მაგიდასთან კიდევ ერთი მე-14 სავარძელი ჩნდება. ოცნების საკადრო გადაადგილებებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. პროკურატურა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარის გირაოს მოითხოვს. პროკურატურა ლელოს დამფუძნებელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ანდა ჯარიმას ითვალისწინებს. კახაკალაძე ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასრულების ახალ თარიღს ასახელებს. მეტროს სადგურის განახლება სექტემბერში დასრულდება. კონკურენციის სააგენტომ პირველ კვარტალში 13 მოვაჭრეს 13,500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ახალი სანქციები რუსეთს შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს იტყვის. მოგესალმებით, ეთერშია BMG საინფორმაციო სამსახური ბიზნესა და ეკონომიკაზე ელენე გოგბერაშვილი გიყვებათ. საკადრო ცვლილებები ოცნების მთავრობაში, მთავრობის მრგვალ მაგიდასთან კიდევ ერთი მე-14 სავარძელი ჩნდება. ქართულმა ოცნებამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო და ახალი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად სუსის უფროსი გრიგორ ლილუაშვილი გადმოჰყავს. ინფრასტრუქტურას კვლავ ირაკლი ქარცელაძე უხელმძღვანელებს. ცვლილებებს ირაკლი კობახიძე ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობით ხსნის. კიდევ ერთი ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეხება. გრიგორ ლილუაშვილს ანდრი ოხანაშვილი შეცვლის, რომელიც ამ პოსტზე იუსტიციის მინისტრობიდან ინაცვლებს. თავად ოხანაშვილს კი პაატა სალია ჩაანაცვლებს, რომელსაც ამ დრომდე დეპუტატის მანდატი ჰქონდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი სამინისტროს გაყოფის კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს. დამოუკიდებელ სამინისტრო ჩამოყალიბდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამად ფილის გარეშე 4 მილიარდი შეადგინა. ეს ერთი მხრივ ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შეასრულებას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო მეორე მხრივ ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგორ ლილუაშვილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. ბატონმა გრიგორ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურას. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე ანდრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც პაატა სალიას სჭირდება, ის გახლავთ, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი პარლამენტის წევრი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, ყველაზე წარმატებული იურისტი საქართველოში. სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, ასე ეხმაურება თავდაცვის ექს-მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი. ქართული ოცნების მთავრობაში დღეს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. ხიდაშელი აცხადებს, რომ არჩევნების სამინისტრო ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა ჰქონდა დავალებული. ხიდაშელისთვის ანდრი ოხანაშვილის გადანაცვლება ყველაზე მარტივად ასახსნელია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ირაკლი კობახიძეს აბარებს სისტემას, მასვე კიდებს მთლიანად პასუხისმგებლობას და შეეცდება ბოლომდე მასვე შეაწმინდოს ხელები. სინამდვილეში სუსი გააგრძელებს ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით, ამის შესახებ კი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზრიშვილი აცხადებს. ოცნება ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, სუს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში, ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს, წერს ნათია მეზრიშვილი სოციალურ ქსელში.
SantaGMT პროდუქტები ყვარლის ბაგას გარშემო განვითარებულ სკანდალზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ რძე, რომელსაც Santa იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. ხარისხის სტანდარტები და ლაბორატორია გვაძლევს საშუალებას მკაცრად ვაკონტროლოთ და არ ჩავიბაროთ უხარისხო ნედლეული. ამბობს კომპანია და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ Santa იყო პირველი, რომელმაც 2018 წელს რამდენჯერმე აღმოაჩინა ხარისხობრივი შეუსაბამობა ყვარლის ბაგის მიერ მოწოდებულ რძეში და არ შეისყიდა მისგან პროდუქტი. დღეს განცხადება გაავრცელა აგროჰაბმაც. კომპანია ამბობს, რომ აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან, გადის რამდენიმე საფეხურებიან დამატებით შემოწმებას მათსავე ლაბორატორიაში. კომპანია ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული. შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ილაშა პაპაშვილის ყვარლის ბაგასა და რებაზ ვაშაკიძის ჩირინას შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. დავის საგანი ქათმის ხორცს პროდუქტების მწარმოებელი ჩირინას მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც ანტიბიოტიკების შემცველობის გამო ყვარლის ბაგას ცხოველების ნაწილი დახოცა. ჩირინა კი აცხადებს, რომ მათ პროდუქცია ყვარლის ბაგას არა საკვებად, არამედ სასუქად მიჰყიდეს. დღეს არ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ კრიზისი დაწყებულია ან რაიმე მოლოდინია მიმართულებით. ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ საქმიან დილაში განაცხადა. მისი თქმით, დღეს არ ჩანს არანაირი წინაპირობა პრობლემების არსებობაზე, თუმცა ის რისკები, რაზეც არის საუბრები, არსად წასულა. ამასთან საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოწვევის შემთხვევებისთვის ბანკები მომზადებულნი არიან. ძნელაძე აღნიშნავს, რომ მართალია შენელებულია საფინანსო სექტორში აქტივობა, გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები, თუმცა საქართველოს ამ კუთხით ამოვარდნილი არ არის იმ საერთო სურათიდან, რაც მსოფლიოშია. საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ უფრო ნათელი სურათი ზაფხულში გამოჩნდება, თუ როგორია ტენდენციები და რა მიმართულებით მიდის სექტორი. არ შეგვიძლია რომ ცალსახად ვთქვათ, რომ უკვე კრიზისი დაწყებულია, ან რაიმე მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ მიმართულებით. ცალსახად არ არის დღეს ამისი მნიშვნელოვანი მაჩვენებლები და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წლის პროგნოზთან მიმართებაში, იქნება ეს ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში, თუ ლარის კურსთან მიმართებაში, არანაირ წინაპირობას ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამოწვევები რა გამოწვევებთან მიმართებაში საუბრობთ და მუდმივად გვაქვს ხოლმე რეაგირება არსებობს კვლავინდებურად, ამასთან მიმართებაში მზაობა, ეს მინდა რომ მაყურებელმაც გაიგოს, რომ მზაობა გარკვეულ გამოწვევებთან მიმართებაში არის პირდაპირ ხარჯთან დაკავშირებული, რომელიც ეს ნიშნავს დამატებით კაპიტალს, დამატებით ლიკვიდობას, დამატებით მზაობას გარკვეულ საფრთხეებთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წინა პერიოდმა მოგვცა საშუალება, რომ ამისთვის მზად ყოფილიყავით და ესე რომ ვთქვათ, თუ დღეს უყურებთ, რომ წინა პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპს უფრო მეც ვიხილავდით, გარკვეულ ხეთილად არსებობს შემცირებების სადებოზიტო პორტფელთან მიმართებაში კი, რა თქმა უნდა, არის შემცირება, მაგრამ ეს აისახა საპროცენტო განაკვეთებზე. არაფერი განსაკუთრებულად, ესე რომ ვთქვათ, დღეს რომ ამოვარდნილად ვთქვათ, რომ აი ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს, დღეს საბედნიეროდ არ გვაქვს. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. მეტროსადგურის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. როგორც თბილისის მერი განმარტავს, რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების მთავარი მიზეზი მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელორუსულ კომპანიასთან შეპესე პრობილდ ექსპერტთან მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციაზე ამ დრომდე 10 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. მეტროსადგურ ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად გავაფორმეთ ხელშეკრულება ბელორუსულ კომპანიასთან პრობილდ ექსპერტი და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე ალგინის პროექტის მომზადება. პროექტის პარალელში სამშენებლო კომპანია ბადა კონსტრაქშენმა უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების
სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო ყველა მასალა, ყველაფერი ამის გათვალისწინებით სამუშაოები შემოდგომაზე სექტემბერში მთლიანად უკვე დასრულებული იქნება და აღნიშნული მეტროსადგური იქნება მოწესრიგებული. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის BMG TV-ზე 15 საათსა და 30 წუთს ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.